როგორ მივხვდეთ, რომ გვიყენებენ? ასეთი შეკითხვა შემოვიდა ერთ-ერთი მაყურებლისგან და ვეცდები, რომ გავცე პასუხი მეტნაკლებად მოკლედ. პირველი, თუ თქვენ ეგრეთ წოდებული საყოფაცხოვრებო მიზეზების გამო უყარხართ, თქვათ, კარგად ამზადებთ საჭმელს, კარგად ალაგებთ სახლს, კარგად, ასე ვთქვათ, ემსახურებით სხვა ადამიანს, ან ვთქვათ, პირობითად სკოლაში დავალებას აწერინებთ, ასაკიდან გამომდინარე, მიზეზი ყოველთვის შეიძლება იყოს ბევრი რამ და თუ სწორედ ამ მიზეზის გამო თქვენ უყარხართ და თქვენს მიმართ დათმებიან და დატკბებიან ხოლმე, უნდა იცოდეთ, რომ სიღრმეში ეს გამომყენებლობითი ურთიერთობაა. მეორე, თუ თქვენ გაფასებენ მხოლოდ თქვენი სექსუალური მომსახურეობის გამო, ვთქვათ, საწოლში ხართ განსაკუთრებული, რაღაცა ის სექსის დამთავრებამდე პარტნიორი არის შაქარყინული, შემდგომ ის ხდება უბრალოდ ყინული. ამ შემთხვევაშიც ეს გამომყენებლობითი ურთიერთობაა და უნდა ვიცოდეთ, რომ ამ სიტუაციაშიც სიღრმეში ეს არ არის თანასწორი და ჯანსაღი კომუნიკაცია. კიდევ ერთი, თქვენ უწევთ ემოციურ მომსახურეობას პარტნიორში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობა, პარტნიორი შეიძლება იყოს მეგობარიც, შეიძლება იყოს თანამშრომელიც, ვისთვისაც თქვენ ხართ ეგრეთ წოდებული ემოციური მოსამსახურე, როცა მას სჭირდება თქვენთან გადმოიტანოს რაღაც ამბავი და გაგიზიაროთ და თქვენ უნდა მას მუდმივად მოусმინოთ, უნდა გაიზიაროთ, თქვენ უნდა დაუბრუნოთ მხოლოდ კარგი ემოციები და მხოლოდ ამის გამო გიბრუნებთ ის, ასე ვთქვათ, ურთიერთობაში სიყვარულს. და კიდევ ერთი გავრცელებული ქართულად მსხალი ქვია იდეაში, თუმცა რუსული შესატყვისი გრუშა უფრო გასაგები შეიძლება იყოს ვინმესთვის. აი ეს მოკრივეები რომ ვარჯიშობენ ხოლმე, როდესაც ამ ფუნქციას ითავსებ ადამიანთან, როდესაც ის რაღაცა ცუთხასიათზეა და შენთან გადმოანთხევს ამ ყველაფერს, ან სადღაც თქვათ პრობლემებით დატვირთული რომ მოდის და შენზე უნდა იყაროს მთელი ეს ჯავრიც და ენერგიაც, თქვენ მას პასუხი არ უნდა გასცეთ, უნდა დაითმინოთ, უნდა დაუყვავოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ის, ასე ვთქვათ, თქვენთან ისეთი, როგორიც მოგწონთ. ეს საბოლოო ჯამში არის გამომყენებლობითი ურთიერთობა. ზოგადად ნებისმიერი ურთიერთობა უნდა იყოს ორმხრივი. თქვენ უნდა გიყვარდეთ და უნდა უყვარდეთ არა იმიტომ, რას აკეთებთ, არამედ იმიტომ, თუ ვინ ხართ და თქვენც უნდა გიყვარდეთ მხოლოდ იმიტომ, თუ ვინ არის ის მეორე თვითონ. ეს თვითონ სიყვარული არის სწორედ ის სიღრმე, რომელსაც ნამდვილ ჯანსაღ ურთიერთობებამდე მივყავართ, რადგან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ბავშვობაში დავისწავლეთ ნებით ან უნებურად, რომ სიყვარულს ვიმსახურებთ მხოლოდ კარგად მოქცევისთვის, ხუთიანისთვის, თუ ჩუმად ვართ, თუ როცა მშობელი ტელევიზორს უყურებს, არ ხმაურობთ, როცა რაღაცას მხოლოდ ისე ვაკეთებთ, როგორც ჩვენ მშობელს უნდა, ამის შემდეგ ვიმსახურებთ შექებას და მოფერებას. ეს დასწავლილი ქცევა მერე შემდგომ ურთიერთობებში, ზრდასრულობაში განივრცობა ხოლმე და ასე ვექცევით პარტნიორებს და ასე გვექცევიან მერე ჩვენს პარტნიორები. ეს ქცევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რადგან ჩვენი ცხოვრება ერთადერთია, ის არის ნამდვილად ერთადერთი, რაც არ განმეორდება. შეიძლება განმეორდეს ბევრი რამ, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ, 10ჯერ შეიძლება მოგვეცეს, მაგრამ მხოლოდ სიცოცხლე გვაქვს ერთადერთი. ამიტომ ამ ერთადერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ ჩვენი თავის დაფასება, პატივიცეთ მას ისეთ როგორიც ის არის, არ გავხადოთ სხვაზე დამოკიდებული, სხვის შეფასებაზე, თუ ჩვენგან მხოლოდ აი ამ რაღაცა მოლოდინები აქვთ სხვა ადამიანებს,
ნუ ჩვენ ესეთები ვართ, როგორებიც ვართ. Რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხუშტულებზე უნდა ვიაროთ, თქვა ურთიერთობაში, თუმცა რაღაცის გამო ჩვენი სიყვარული მგონია რომ არასწორი არის. ეს უპირობო მიღება, უპირობო სიყვარული, რასაც ხშირად ამბობენ ხოლმე, სწორედ ამას გულისხმობს და პირველი ამ ყველაფრის აღიარება, ამ ყველაფრის გაცნობიერება იწყება აღიარებით. თქვენ უნდა დასხდეთ და გაიაზროთ, რა არის იმ სიყვარულის და იმ ურთიერთობების საწყისი და მიზეზი, რაშიც ახლა ხართ. საბოლოო ჯამში, როდესაც მხოლოდ გაცემას ითხოვენ თქვენგან და ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზი, ყველა პუნქტი საბოლოო ჯამში გაცემაზე იყო ორიენტირებული, როდესაც მხოლოდ გაცემას ითხოვენ თქვენგან, ამას მოსდევს იმედგაცრუებაც, რადგან შეიძლება უბრალოდ ერთხელ აღარ გასცეთ ისე, როგორც გაცემდით და ამის გამო მეორე მხარემ უბრალოდ ხელი გკრათ და ძალიან დაუფასებლად მოგექცეთ. ეს თქვენშიც გამოიწვევს სამყაროს ჩამოგრევას, თქვენ ძალიან იმედგაცრუებულები დარჩებით, ეს თქვენს მდგომარეობაზე შემდგომ აისახება ძალიან ცუდად, ამიტომ აი ეს მოლოდინები წინასწარი აღებმიცემობა ურთიერთობებში არასწორი არის. ყველა ადამიანი თავისი მოცემულობით თავისთავად არის თანასწორი. როდესაც ორი პიროვნება ურთიერთობს, ეს უნდა იყოს ორი პიროვნების ურთიერთობა და აქ ასე ვთქვათ, გაყიდვა, ყიდვის ან გაცემა, მიღების კომპონენტი უნდა იყოს მხოლოდ დაბალანსებული და ჯანსაღი. თუ მხოლოდ ერთი მხარე მეორეს რაღაცას თხოვს და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს სიყვარულს, ეს დაზიანებული ურთიერთობა და ამ დაზიანებულ ურთიერთობას სჭირდება შველა. უსაშველო არაფერია, თუმცა წაყრუება კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს. ამ თემაზე ვიდეოები მაქვს ჩაწერილი, შეგიძლიათ ნახოთ. სამ ეტაპს გადის ზოგადად ადამიანი, როდესაც რაღაცას წაუყრუებს და მესამე ეტაპი მთავრდება ხოლმე კატასტროფით. თუ მოგწონთ ის კონტენტი, რასაც უყურებთ, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ის არხი, მოიწონოთ, სხვასაც გაუზიაროთ და მოიწეროთ კიდევ შეკითხვები. მე ვეცდები რომ გავცე ხოლმე პასუხები შეკითხვებს პერიოდულად. ეს ვიდეო ჩაწერილია ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლისთვის.